საგანმანათლებლო ტური ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის მშენებლობის პროგრამის სტუდენტებისთვის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით ახალგაზრდები ზემო ოსიაური ჩუმათელეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ანა შეპკინეს და მაკოლ ორთქიფანიძის რეპორტაჟი. ერთი დღე სამშენებლო ობიექტზე მომავალი ინჟინერ-მშენებლების სურამის შემოვლით გზაზე, თანამედროვე მიდგომებს პროექტის მართვისა და ზედამხედველობის ეტაპებზე რეალურ გამოწვევებს გაეცნენ. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ზემო ოსიაური ჩუმათელეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს პრაქტიკული ცოდნის მისაღებად ესტუმრნენ. ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის მშენებარ ობიექტზე გავლა დათვალიერება, რადგანაც ეს ყველაფერი მათ კარიერულ წინსვლაში დიდ როლს თამაშობს. პრაქტიკული გამოცდილება უფრო კარგი და მნიშვნელოვანია შენი პროფესიისთვის, ვიდრე თეორიული ცოდნა, მაგრამ რა თქმა უნდა თეორიული ცოდნის გარეშე ამ ყველაფერს ვერ შეძლებს. კურსზე 40 ბავშვიდან 40-დან 33 ბიჭია და ერთგვარ გოგო მე და ძალიან კარგი იქნებოდა თუ უფრო მეტი მანდილოსანი იქნებოდა ამ საქმეში ჩართული. სტრატეგიულ სამშენებლო ობიექტზე საგანმანათლებლო ტური ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაგეგმა. რევაზ სოხაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ტექნიკური ფაკულტეტების პოპულარიზაცია, რათა მომავალში მასშტაბური პროექტები, რომელსაც კვალიფიციური კადრები გაუძღვებიან, ხარისხიანად შესრულდეს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული პროექტი ხორციელდება საქართველოში და ეს კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავა, ყველა ეს დიდი დეფიციტი, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ეს არის შესაბამისი ცოდნა. ჩვენ უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები იმისკენ, რომ ეს დეფიციტი აღმოვხვრათ და ჩვენ გავზარდოთ ისეთი სპეციალისტები, რომლებიც შემდგომში ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას. ესეთი ურთიერთთანამშრომლობა არის ალბათ პირველ რიგში იმის მოტივირებელი თითოეული სტუდენტისათვის, რომ მათ დასაქმების პერსპექტივა დიდი აქვს, შესაბამისი მაღალი ანაზღაურების პერსპექტივაც ძალიან დიდია და ამით იზრდება უკვე შესაბამისად მოთხოვნილებაც. ახალგაზრდებს გამოცდილება გაუზიარეს სურამის შემოვლითი გზის პროექტზე დასაქმებულმა სპეციალისტებმა. საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის მშენებლობის პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო პრაქტიკას და რეკომენდაციებსაც გაეცნენ. დავასაინც სამშენებლო სამუშაოები მათ მოინახულეს მუშა პროცესში მშენებარე პროექტი და ასევე დასრულებული მონაკვეთებიც ნახეს, აუხსენით როგორ ხდება მუშაობა. ამ პროექტზე ჩართული იყო ძალიან ბევრი უცხოელი ინჟინერი და მოხდა ერთმანეთთან ცოდნის გაზიარება, ინფორმაციის გაზიარება, რამაც ხელი შეგვიწყო ჯამში, რომ ეს პროექტი დაგვესრულებინა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მზადაა უნივერსიტეტებთან სამომავლო პროექტებზე იმუშაოს. მიზანი კი საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება და სამშენებლო სექტორის გაძლიერებაა.